свою минуту я обращаюсь к вам. Не станьте скрепным орудием преступной воли группы авантюристов, поправших Конституцию и законы СССР. Солдаты, я обращаюсь к вам. Подумайте о своих близких, друзья, о своем народе. 1991 წლის 19 აგვისტოს დაწყებული მოსკოვის პუჩის ბედი 22 აგვისტოს გადაწყდა. ეგრეთ წოდებული რეაქციული ძალები დამარცხდნენ. მიუხედავად იმისა, ეს მიზანმიმართული სენსაციური სანახაობა იყო თუ მართლაც გადატრიალების მცდელობა, მოსკოველმა კომუნისტებმა თეთრ სახლსა და თანამოქალაქეებს ტყვია არ ესროლეს. გადატრიალების ინიციატორები დააპატიმრეს. გამარჯვებულმა ძალოვანებმა კი მათთვის საინტერესო ლიდერებთან ურთიერთობის გარკვევა მაინც სცადეს. მაშინდელმა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ვახტანგ რაზმაძემ მიიღო დავალება საქართველოს გენ პროკურატურისაგან, რომ პუჩის შესახებ საქმის ფარგლებში დაეკითხა პრეზიდენტი გამსახურდია. და წარმოიდგინეთ კომიკური სიტუაცია, როდესაც ვახტანგ რაზმაძე მიდის პრეზიდენტის კაბინეტში, რომ ბოდიშით და უნდა ჩამოგართვათ ჩვენება ამ საქმესთან დაკავშირებით, რა კავშირში იყავით თქვენ იანაევთან და პუჩის ორგანიზატორებთან. უკვე თავისთავად ეს კომიკური სიტუაციები ცოტა ხანში ტრაგედიად გადაიზარდა. საქართველოში დატრიალებულ ტრაგედიამდე კი რუსეთის მომავალი დემოკრატი პრეზიდენტი ბორის ელცინი გამარჯვებაზე იმობდა. ახლა უკვე მის გვერდით იყო დასავლეთიც. 19 აგვისტოს გარბაჩოვმა პრაქტიკულად დაკარგა ძალაუფლება და ამის შემდგომ დასავლეთი გადაერთო გეგმა ბ-ზე, შეიძლება ვთქვათ, უკვე არა სუვერენულ სახელმწიფოთა გაერთიანებაზე, არამედ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაზე. ესე იგი, პრაქტიკულად მოხდა სახესვლილი ფორმით იმ გეგმის რეალიზება, რომელიც გარბაჩოვის სახელთან იყო დაკავშირებული და ახლა ეს ყოველივე სასწრაფოდ დაუკავშირდა ელცინის სახელს და უკვე 1 დეკემბერს პრაქტიკულად უკრაინის რეფერენდუმის დღეს ბუშმა შეკრიბა უკრაინული საფრთხო ამერიკაში და ხარდაჭერა გამოუცხადა, რომ თუ თქვენ ხვალ რეფერენდუმზე მიიღეთ დამოუკიდებლობას, ამერიკა ყველანაირად დაუჭერს ხარს უკრაინას. და უკვე 8 დეკემბერს მოხდა პირველი შეხვედრა ბელარუსში პუშაში და უკვე 21 დეკემბერს პრაქტიკულად საბჭოთა კავშირი დაიშალა და ახალი სტრუქტურა შეიქმნა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა გაერთიანება. იგივე რაც იყო განკუთვნილი გარბაჩოვისთვის, იგივე განხორციელდა ელცინისთვის, მაგრამ იმ გეგმაში მონაწილე ბევრმა სუბიექტმა თავისი თავი ვერ მოძებნა ამ ახალ გეგმაში. მათ შორის იყო საქართველოც, თუმცა მისი პირველი პირისათვის რუსეთთან ურთიერთობაში ახალი ასპარეზი და შანსი მაინც გაჩნდა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გორბაჩოვი საქართველოსათვის ყველაზე მტკივნეულ საკითხში ავტონომიების რესპუბლიკებთან გათანაბრების პოლიტიკას უჭერდა მხარს. ხოლო ბორის ელცინს ამ თემაზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. მოსკოვი, გარბაჩოვი, კრემლი, გარბაჩოვის მეთაურობით უპირისპირდება რესპუბლიკებს. ანუ რესპუბლიკას უთხრამენ ზემოდან და ქვემოდან. ზემოდან უთხრამს კრემლი, ქვემოდან უთხრამენ ავტონომიებით, მეშვეობით. ჩვენი ერთგენეული ის არის მაშინ აფხაზეთთან დაკავშირებით აბსოლუტურად არ ეთანხმები ედპზე მე შეფასებას რომ იგი იყო არათანაბარი აპარტეიდული რამის კონსტიტუცია არა, იქ იყო სრული პარიტეტი ორი მხარის შორის, ზვიადი სწორი იყო ამ საკითხში, ზვიადი სწორი იყო როცა ამბობდა თუ მე გადავადგები აფხაზეთს დავკარგავთ, უნდა ვაღიაროთ. შეიძლება მე მომენტში ისე არ მესმოდა, ეხლა როგორც ეხლა ეს კარგად გამოჩნდა ამ საკითხში ეს არა აფხაზეთთან. სამოჩაბლოში ვარ ჩაფლორი. მტკივნეულად, ძალიან მტკივნეულად მიმდინარეობს ეს პროცესი. აფხაზეთთან მიმართებაში რა ლაპარაკები იყო მიტინგზე და სინამდვილეში მე უკვე როდესაც იქნებოდა ოფიციალური დოკუმენტები, როდესაც იქ დაინიშნა არჩევნები, რა ტექნიკური რამ გააკეთა მაშინ ზვიად გამსახურდიან, როდესაც მისცა აფხაზებს უმრავლესობა ამაზე ატეხეს მაშინ ოპოზიციონერებმა და უმრავლესობა მისცა, მაგრამ როგორი უმრავლესობა მისცა? მისცა ისეთი უმრავლესობა, სადაც ისინი კონსტიტუციურ ცვლილებებს ვერ შეიტანდნენ. მან კომპრომისული ნაბიჯი გააკეთა, რითაც მოიგო. სწორედ ამ დაძაბულ ვითარებაში ბორის ელცინი საქართველოში ჩამოვიდა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც რუსეთის მომავალი პრეზიდენტი ახალ კონტაქტებსა და მოკავშირეებს ეძებდა.
მისი და ზვიად გამსახურდიას ისტორიული შეხვედრა ყაზბეგში შედგა. ყაზბეგში ხდებიან ზვიადი ხდება ფაქტურად დილა ხაბულიანი ომცველები თქავდა ხოლმე ძაღლები. ეს გეცოდება. მაგრამ თავრია რეზულტატი. იდება თანხმობა. რუსეთი არ გავა ჩვენ ავტონომიებზე ჩვენი თანხმობის გარეშე და ჩვენ არ ჩავერევით მის ავტონომიებში, რომელიც აგრეთვე მისი ტკივნეული ადგილები თათარისტანი. რომელიც საკმაოდ ტკივნეულია მისი. ეს არის კრემლის ცნობილი ნათლივი გეგმა, რის გამო ჩვენ სახაროვის კონსტიტუცია არ მოგწონდა, რომელიც ითხოვდა რაღაც 60 სუბიექტად დაყოფას და როდესაც ავტონომიების სუბიექტები ხდებიან და პარატრიზავისიმოსები ეს ყველანი ასხადებენ იმას და ამის რუსეთს თავის პრობლემა აქვს. მაშინ არა ჩეჩნეთი, არამედ თათარისტანი. ჩვენ სამაჩაბლა. Россия полным уважением относится к суверенной Грузинской республике, к ее самостоятельной политике и готовы без каких-либо предварительных политических, экономических и прочих условий заключить с Грузией такой договор. ყაზბეგში გამართულ შეხვედრაზე ელცინმა ფაქტიურად აღიარა ისტორიული სამაჩაბლო და ხელი მოაწერა ერთობლივ კომუნიკეს, სადაც სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი ყოფილ სამხრეთ ოსეთად იყო მოხსენიებული. Шида Катли, то есть бывшей Южно-Осетинской автономной области. Вы знаете, что там происходят очень неприятные события. Надо прекратить это кровопролитие, надо восстановить мир и стабильность. ყველაფერს თავი დავანებოდ ელემენტარულად კაცი რომელიც მოდიოდა ამ ხელა იმპერიის ხელისუფლებაში, მას იმ პერიოდში ჭირდებოდა პარტნიორები, ის არ იყო ისე ძლიერი თავისი პოზიციებით იმ დროს რომ დამოუკიდებლად ეს განახორციელებინა და ბუნებრივია ეძებდა მოკავშირეებს და ის იყო ასე ვთქვათ დაამთხბარი ყველა რესპუბლიკის მიმართ. შაქარი ამოდიოდა პირიდან, ყველა დაპირებას იძლებოდა, ყველაფერზე ხელს აწერდა, თუნდაც ის ფაქტი რომ კომუნიკეში ყოფილი საბჭოთა ოსეთი იქნა მოხსენიებული და ამაზე ელცინმა ხელი მოაწერა, პრაქტიკულად მან აღიარა არანაირი სამხრეთ ოსეთი აღარ იქნება საქართველოს შემადგენლობაში. მას იმდენად უჭირდა, ერთადერთი რაც მან მოითხოვა რომ ამ საქმეში გვერდი დადგომა და მეორე არანაირი ასე ვთქვათ სტიმულირება საქართველოს მხრიდან რუსეთში ცენტრიდანული ქმედებებისა და სეპარატისტული ქმედებებისა. რომ არ გაფორმებულიყო და საქართველოს არ დაესვა საკითხი, თუნდაც ტატარსტანის დამოუკიდებლობის აღიარების. ის მზად იყო რეგიონებს გაეფორმებინა ხელშეკრულება, ეკონომიკური ხელშეკრულებები საქართველოსთან, მაგრამ პოლიტიკური ხელშეკრულების გაფორმება რუსეთის სივრცის შემადგენელ სუბიექტებთან ბუნებრივია მას აღიზიანებდა. რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გამოსწორების მცდელობა იყო ბორის ელცინის ინაუგურაციაზე საქართველოს დელეგაციის განსაკუთრებული პატივით მიღებაც. მიიღო ძალიან ვიწროწია, მოსკოვი, ხოლო პირველი პირები, ეხლა რუსეთში ვაიდამაც ეკონომიკა კარგად არა ხალხი და დიდი კეიფების გამო გასვლა არ იქნებოდა კაიო. და ძალიან ვიწრო 20 კაციან თუ 20 კაციან ჯგუფში ზვიადარი თამადა. შეთარის ღრმებით მიდის ეხა ეს აქციებს მას კარები ლამის გონი კარებს უღებს გამაკანესა რა ამ ხაზგასმულად გადაწერდა რომ რადო აბსოლუტურად პრაგმატულად გასაგებია შეიქმნა მეგონის ეს პირველი შემთხვევა რომ რუსეთი და საქართველო ერთად მოკავშირეებენ მოსკოვიდან ჩვენ გვინდა სხვა ტიპის დასლა გვინდა საქართველოსადმი რუსეთის განსაკუთრებულ კეთილგანწყობას საკმაოდ მოკლევადიანი ისტორია აღმოაჩნდა. რადგან ყაზბეგის შეხვედრიდან სამშობლოში დაბრუნებულ ბორის ელცინს კომუნიკეზე ხელის მოწერის გამო გენერალიტეტმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა. კონფლიქტი უკვე თითქოს ლოკალიზებულია და ჩვენ გვინდა მხარდაჭერა. მოხდა ასეთი შეხვედრა დაბა ყაზბეგში, გაფორმდა იქ სპეციალური ოქმი და ქაღალდზე დატანილი იქნა სრული მხარდაჭერა საქართველოსი. იქ სხვათა შორის იყო ძალიან საინტერესო ორი პუნქტი. ყველაფერი რა თქმა უნდა სამხრეთ ოსეთს ეხებოდა, მაგრამ ორი პუნქტი იყო
და ნახსენები იყო სამხრეთ ოსეთი ასე, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი. ყოფილი სამხრეთ ოსეთი. ყოფილი სამხრეთ ოსეთი. ესე იგი, ფაქტიურად ელცინის ხელმოწერით დადასტურდა, რომ საქართველოს გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმების შესახებ მხარდაჭერილი იქნა რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან, ელცინის მხრიდან. მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი ეს დარჩა ქაღალდზე, ვინაიდან როგორც შემდგომში გაირკვა, ელცინს ეს თავის გადაწყვეტილება სრულებითაც არ ჰქონდა შეთანხმებული სამხედრო პოლიტიკურ ელიტასთან, ეგრეთ წოდებულ მეოთხე ხელისუფლებასთან, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში თავარ როლს თამაშობს და მათი თანხმობის გარეშე დაწყებული ბევრი პოლიტიკური გადაწყვეტილება შემდეგ ჩაიშალა. თუ ვინაიდან თავიდან არ იყო მათი თანხმობა. აქაც იგივე მოხდა და დამთავრდა იმით, რომ ეს ძალიან კარგი შეხვედრა ერთი შეგვჭა ხელში ერთი ფარატინა ქაღალდი. სამწუხაროდ ასე მოხდა. Картельма халкма ицоднес картельма эрма. На основании указания зампредсовмина от 22 июля прошу воздержаться от заключения хозяйственных договоров с союзными республиками, не входящими в состав РСФСР, до выхода директивных документов. Раз ნიშნავს მიუხედავად იმისა, ამ ეს საბუთი რომ მიიღეს, მათ შეეძლოთ ხელი შეეშალა იმ ხელშეკრულების ან იმ მიზნების, რა მიზნებითაც ჩვენ ჩავედით თათრეთში. მაგრამ თათრეთის ხელმძღვანელობა ნამდვილად გამოგვიწოდა მეგობრული თავის ხედა, რომ ხელი გამოგვიწოდა მეგობრული და დაგეგმილი იყო 200,000 ტონა ნავთობი. ეთყობა ამ პეპეშამ უფრო ძალა მისცა მან და მოგვწეს 400,000 ნავთობი. სწორედ ამ ფაქტორმა პრეზიდენტ გამსახურდიასათვის თათარსტანში ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის მურმან ომანიძის მიერ ეკონომიკური ხასიათის ხელშეკრულებათა გასაფორმებლად და რუსეთისათვის მეორე სუსტი წერტილის ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის აღიარებისათვის მნიშვნელოვანი არგუმენტი შექმნა. ეს ფაქტი არამხოლოდ რუსეთის, არამედ გამსახურდიას პოლიტიკური ოპონენტების მიერაც ხელშეკრულების დარღვევად აღიქვეს. თუმცა გენერალიტეტის ქმედებას მაშინაც და დღესაც ნაკლებად ახსენებდნენ. პრეზიდენტი მართალი იყო როგორც მორალური პიროვნება, თუმცა ის დაზარალდა როგორც პოლიტიკოსი. ვაღიარებ ეხლა როგორც ახსარება ის უნდა გითხრათ, რომ მე არ ვიყავი მომხრე, რომ საქართველოს ეღიარებინა ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა. მე უთხარი ზვიაც, რომ თუ აღიარებაზე მიდგა საქმე, რუსეთს მეტი ბერკეტები აქვს საქართველოს ზემოქმედებისათვის, ვიდრე ჩვენ რუსეთზე ზემოქმედებისა. ამიტომ რადგანაც პოლიტიკა არის სივრცის ორგანიზაცია ძალისმიერი მეთოდებით, ძალისმიერი ინსტრუმენტები რუსეთს გაცილებით მეტი გააჩნია. ამიტომ ნუ გადავდგამთ ეგეთ ნაბიჯს და იმ საღამოს კარგი ვიფიქრებ მე და იმ საღამოს მე დუდაევი იყო ჩამოსული და უნდა გვევახშმა ერთად და ვახშმა აღარ დამპატიჟე და მივხვდი რომ მან მიიღო გადაწყვეტილება რომ აღიაროს ეს. ამ ნაბიჯით ზვიად გამსახურდიამ წამყვანი როლი იტვირთა კავკასიური პრობლემის აქტიურად ამოსატივტივებლად და ერთიანი კავკასიური სახლის იდეით რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი სერიოზული ბერკეტი შექმნა. როცა მან დაინახა რომ დასავლეთი უკვე გამსახურდიას მაინც და მაინც არ წყალობს, გამსახურდიას აღარ წყალობს და რუსეთშიც უკვე სიტუაცია ისეა რომ მაინც და მაინც გულზე არ ეხატებათ გამსახურდია და ევროპაშიც ასეა, განსაკუთრებით გერმანიაში, აი მაშინ გადასცა რომ კავკასიური სახლის იდეას დაუბრუნდნენ მაშინ. კავკასიური სახლის იდეას დაუბრუნდა გამსახურდია ექსნობელი გახლავთ კავკასიური სახლის იდეა და აი მაშინ კავკასიური სახლის იდეაში ბუნებრივია ჩანს ჩეჩნეთისა და საქართველოს ურთიერთობები. როგორც ამბობენ ახლა საქართველოს
ჩეჩნეთისათვის საქართველოს წარმოადგენს დასახდენს. გამსახურდია საკ ორიენტაცია დასავლეთზე და ამერიკაზე და ეს დასავლეთ და ამერიკა ის მაგალითად რომ სწრაფად ხელს უწვდიდეს აი ასეთ გარემოცვაში მოქცეულ კაცს და ქვეყანას ამ შემთხვევაში კაცი არა ვატარები ქვეყანას ამის მაგალითად აჯანყებს და მისცა შესაძლებლობა აი იმ ბიზნეს ინდუსტრიალების კონცეფციაზე დაყრდნობით რევანშისტებს აიღოთ რევანში და დაებრუნებინათ საქართველოს ისტორიულ ძველ ღერძზე და დაებრუნებინათ საქართველოს რუსეთის წიაღში და ეს განახორციელეს აფხაზეთში ცხინვალში და მიიყვანეს საქართველოს ამ მდგომარეობა და ამის შედეგი იყო 2008 წლის აგვისტოს ომი. ამ ერევში აღმოჩნდა გამსახურდია და ამის წინააღმდეგობა ჩათვალა ბუშმა დინარების საპირისპირო სვად რაც ის გამსახურდიან ძალიან ბუნებრივად უპასუხო რომ დინარების მკვდარი თევზები მიყვებიან შენ აქ ექსპერიმენტს ატარებ მე ამისანა დღეში ვარ და დახმარების მაგივრად იქ ჩიკინ უკრაინის იძახი უკრაინის დამოუკიდებლობას და ამას ამერიკა მიხვდა მხოლოდ მას შემდეგ როდესაც დაიწყო რუსეთ-ჩეჩნეთის ომი. Я 11-й прием. 11-й, да? Ну вы думаете, вы все нах погибли, это не просто так. Надо конкретно и быстро. რუსეთ-ჩეჩნეთის ომამდე კი ქართულ-ჩეჩნურ ტანდემს კრემლის სპეცსამსახურმა ჩრდილოკავკასიელთა კონფედერაციის იდეა დაუპირისპირა, რითაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი კვლავ ხაფანგში აღმოჩნდა. აგრესიული აფხაზური და ოსური სეპარატიზმისა და ასევე მათი მხარდამჭერი კონფედერატების არსებობის ფონზე ხაფანგში იყო ერთიანი ქართული სახელმწიფოს იდეაც. აი როდესაც აი ეს ურთიერთობა მიმდინარეობს საქართველოსა და ჩეჩნეთს შორის გამსახურდიასა და დუდაებს შორის აი ამ დროს გადამაშდა კარტი ახალი კარტი და რა იყო ეს ელცინი ერთის მხრივ კი საქართველოს ხელისუფლებას თხოვდა რომ არ ჩარეულიყო რუსეთ-ჩეჩნეთის ურთიერთობაში, მაგრამ ამავე დროს თვითონ პრაქტიკულად ჩეჩნეთს ისე როგორც დანარჩენ ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკებს რთავდა იმ პროექტში, რასაც მთელ ხალხთა კონფედერაცია ქვია და პრაქტიკულად რუსულ თამაში ეს რესპუბლიკები მონაწილეობდა. როდესაც ერთის მხრივ იგივე ჯოხარ დუდაევი საქართველოსთან ამყარებდა ძალიან თბილ და ნორმალურ ურთიერთობებს, ამავე დროს მისი წარმომადგენლები და ჩეჩნეთის წარმომადგენლები ძალიან აქტიურ პოსტებს იკავებდნენ მთელ ხალხთა კონფედერაციაში, რომელსაც თავიანთ ცენტრად სოხუმი გამოაცხადეს, რომლებმაც შემდგომ კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ საქართველოს მიმართ მწულად იყვნენ განწყობილი და აფხაზეთის კონფლიქტის დროს პრაქტიკულად ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეული იყო. მაშინდელი ლიდერები მთელ ხალხთა კონფედერაციის ეს პრაქტიკულად კგბ-ს ნომენკლატურა გახლდათ. მაშინაც ნათლად ჩანდა, რომ ეს რუსული კგბ-ს ინტერესებს ემსახურებოდნენ. ამიტომ ცოტა გაუგებარია საქართველოს ხელისუფლების მაშინდელი საქციელი, რომელიც ერთის მხრივ ხელს უწყობდა ჩრდილოკავკასიაში ანტიქართული ტენდენციების განვითარებას და მეორეს მხრივ ამ ჩრდილოკავკასიელი რესპუბლიკელების და ასე ვთქვათ მათთან ურთიერთობის გამო იფუჭებდა რუსეთთან და ელცინთან თავის ურთიერთობას და იმ მომენტში საქართველოს ნამდვილად ჰქონდა შანსი ბევრი რამ მიეღო რუსეთისგან. მე მაქვს ნათქვამი ზვერისათვის გაცილებით მედახმარებას გაუწევს საქართველოს, ჩეჩნეთს და სხვა კავკასიურ ქვეყნებს, თუ საქართველოს უზრუნველყოფს საკუთარ დამოუკიდებლობას და საკუთარი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ქართული სახელმწიფოების განმტკიცება იქნება მეტი დახმარება რეალური ფაქტი ჩრდილოკავკასიისათვის, რომ მათ შეიცვალონ ორიენტაცია და თუ ჩვენ ეხლა წამოვედებით ამ ანკესებს და გავაბლანდებით ამაში ვერ ჩვენ გავხდებით დამოუკიდებლები და იმათაც ვერ გაუწევთ სამსახურს. აი ასეთი პოლიტიკური კატაკლიზმებისა და რევოლუციური ეიფორიის ფონზე მიმდინარეობდა ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესი, რომელსაც ხან იარაღით ეხმარებოდნენ და ხან რჩევად არიგებებით. მორიგი ასეთი დახმარება თურმე საქართველოს ხელისუფლებისათვის მოსკოვის პუტჩის ყველაზე პატიოსან მონაწილეს, შინაგან საქმეთა იმდროინდელ მინისტრს პუგოს აღმოუჩენია.
საქართველოში კი ტრადიციულად ყველანაირი ექსცესის დროს კრემლის ხელის ძიებას განაგრძობდნენ. უჩამდე ეს გარდამავალი პერიოდს მე არ დამავიწყდება, ქონდა ვიზიტი მოსკოვში, სადაც შევხვდით პუგოს მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს და როდესაც მე და ბატონი აკაკი ასათიანი შევხვდით და როდესაც ველაპარაკეთ იმაზე თუ რას ნიშნავდა ეს გარდამავალი პერიოდი, ცხინვალის პრობლემები უკვე შეიარაღებული კონფლიქტი უკვე დაწყებული იყო 9 აპრილის მერე იარაღი მხოლოდ გაქონდათ საბჭოთა კავშირი საქართველოსთან საბჭოთა კავშირს და მიუხედავად ამისა როცა უთხარით რომ სეპარატიზმი თქვენთვისაც არის ეს გარდამავალი პერიოდი ხო ხედავთ აგე ვალტერლემ უკვე დამოუკიდებლობა გამოაცხადეს ჩვენ მხოლოდ გარდამავალი პერიოდი 300 კაცზე მოგვცეს სპეციალურობა ამ პუჩისტმა პუგომ რომელსაც თავი მოიკლა და ერთ-ერთი ალბათ უფრო პატიოსანი პუჩისტი იყო, იდეური პუჩისტი იყო 300 კაცზე სპეცნაზის შეიარაღება მოგვცა მაშინდელი ბრონეჟილეტებით, ჯავშანჟილეტებით, ღამის ხედვის მოწყობილობებით, კავშირგაბმულობის მოწყობილობებით, რაც 90 წლისთვის ძალიან ძვირფასი, დღესაც ძალიან ძვირფასია, მაგრამ მაშინ ძალიან ძვირფასი იყო, ჩავიდა რობინზონ თუშურაშვილი და წამოიღო ეს 300 კაცზე შეიარაღება. იქ კონფლიქტის მიმდინარეობის დროს, როცა შენ ამას გაძლევს, პუჩისტი პუგო ეს მე მგონი ესეთი ფაქტია. ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში კი კვლავ ღიად აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ რესპუბლიკათა მიმართ. ასეთი ქვეყნები მან თავიდანვე ორ კატეგორიად გამიჯნა. ერთნი, რომელნიც დემოკრატიულ რეფორმებს ახორციელებდნენ და მეორენი, რომელთა ქმედებაშიც ნაციონალისტური მისწრაფებები სჭარბობდა. ყველაზე საიმედო კრიტერიუმი, რომელთაც ხელმძღვანელობთ ისაა, თუ რამდენად თავისუფალია ქვეყანა, რამდენად უშიშრად გრძნობენ იქ თავს უმცირესობები. ამერიკელები მხარს არ დაუჭერენ მათ, ვინც დამოუკიდებლობისათვის იბრძვის მხოლოდ იმიტომ, რომ შორიდან თავს მოხეული ტირანია შეცვალონ ადგილობრივი დესპოტიზმით. ჩვენ არ დავეხმარებით მათ, ვინც აგუებს ეროვნებათა შორის შუღლზე დამყარებულ თვითმკვლელ ნაციონალიზმს. ამერიკის პრეზიდენტი ამ მკაცრი შეფასების ადრესატს არ ასახელებდა. თუმცა აკონკრეტებდა ქვეყნებს, სადაც ყმაოდა თავისუფლების სული. ესენი იყვნენ უკრაინა, ბალტიისპირეთი, სომხეთი, მაგრამ არა საქართველო, რომელიც მის საზღვრისპირა რეგიონებში რუსეთის მიერ მართულ მზარდ სეპარატისტულ მოძრაობებს 10 წლეულების განმავლობაში ებრძოდა და რომელსაც 90-იანი წლების ქაოსმა, კრიმინალმა, ჯგუფურ პარტიულმა შეიარაღებამ, ოსების მხრიდან ავტონომიური ოლქის რესპუბლიკად გამოცხადებამ და ტოტალურმა საინფორმაციო ომმა მართლაც რომ თვითმკვლელი ნაციონალიზმის ხასიათი შესძინა. По сведениям пресс-центра информационного комитета, сегодня ночью вновь стреляли на дальних подступах к Схинвалу и в Знаурском районе. К сожалению, среди мирных жителей есть убитые и раненые. Националистური, ანუ პოლიტიკური მიმდინარეობის თვალსაზრისით, ეს იყო ხიეთ ნაციონალისტური ხელისუფლება მათი პოზიციიდან. იმასაც გაუწიეს ანგარიში, რომ თავისუფლება სხვანაირად მოპოვებული ვერ იქნებოდა. საქართველოს სოციალ-დემოკრატები კი არ მოუგიათ მათ. მაშინაც ესე მოხდა, მაგრამ ისეთი ვითარება შეიქმნა, კი არ მოუპოვებიათ დამოუკიდებლობა. ვერ მოიპოვებდა ქვეყანა დამოუკიდებლობას, ვერ დაიშლებოდა საბჭოთა კავშირი, რომ ყოფილიყო ნაციონალიზმი, ჯანმრთელი ნაციონალიზმი, რასაც სხვათა შორის ბჟეზინსკი ჭადრაკის დაფარცენ. თქვენ ეს ჩვენ ბოლო წიგნებს ვიცნობ და თუ ნახავთ მის ადრინდელ გამოკვლევებს 60-70-იანი წლებისას, პირდაპირ საბჭოთა კავშირის დაშლის ნაციონალიზმია. რომ შევხვდი 91-ში მას, მე ვთქვი, კაცო, მე მჯეროდა მოსწავლე ვიყავ, სტუდენტი ვიყავი, ციტატებს ბეჭდავდა მეთქი საბჭოთა პრესაში, მე ახლა არ მიმიწვდებოდა ხელი მის წიგნებზე და გვანძღავდი მამის გულისთვის მეთქი საბჭოთა კავშირს აუდობდა დაჯერება. ამათაც აჯერებდათ მეთქი, მე მჯეროდა და მიხარდა რომ კაცი თორმე ხედავს იქ ამ ხელა შეერთებულ შტატებში მისი ამ ხელა თანამდებობის პირი და პოლიტოლოგი რომ ასე იქნება და ახლა რატომ არ ჯერათ მეთქი. მანამდე თუ გახსოვთ, აკაკი ასათიანი 90 წელში დეპუტატთა ყრილობაზე რო წავიდა და თქვა დამი გასმა და დასვიდანია, მივიხოძი მისავე წყალას საიუზაო. ატყდა იქ სიცილ ხარხარი და მე სიმართლე და შემოვიტყვი თავში ხელი. და მაშინ მიაძახეს, გახვალ და დაკარგავთ ბევრ ამას თქვენ. აქ აჟიოტაჟი ატყდა, ნახე რა თქვა. ნუ აი მოკლედ ჩვენ ესეთი მაგალითი იმოზება. აი მაგ თქმის შემდეგ რო ჩაგვაფარეს თავში და წავიდა სეპარატისტული მოძრაობები ხო იყო. დაიწყო უფრო ძლიერად ყველაფერმა ამ სეპარატისტულმა მოძრაობებმა. უნდა გითხრათ, რომ რუსეთი სუყურთვის დიდ თანხებს ხარჯავდა დაზვერვაში. როგორც ვთქვათ, იმს რა ქვია, ებრაელები ხარჯავენ ძალიან დიდ ფულს
მოსადი და ისინი რომ ყავთ შეერთებული შტატები. მე-18 საუკუნიდან რუსეთი დიდახებს აბანდებდა დაზვერვის საკითხში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ალყაში ვიყავით მოქცეული ისე რომ სულ ყველაფერი ისე რა ქვია ცნობილი იყო. ქვეყანაში პროცესები მართლაც მსაკრული გეგმის მიხედვით მიდიოდა. შიდა ქართლში უკონტროლო კრიმინალურ თუ პატრიოტულ შეიარაღებულ ორგანიზაციათა და აგენტურული ქსელის არსებობამ ვითარება იმდენად დაძაბა, რომ ოსური მოსახლეობის განდევნამ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მასობრივი ხასიათი მიიღო, რაც ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე ავტორიტეტს კიდევ უფრო ულახავდა. მართალია ზვიად გამსახურდია პროცესის მართვას ცდილობდა, თუმცა შეიარაღებულ ფორმირებებზე მისი და ზოგადად სახელისუფლებო კონტროლის ნებისმიერი მცდელობა სულ უფრო მძაფრი კონფრონტაციის საბაბი ხდებოდა, როგორც მისი ერთგული გუნდის წევრების, ისე გვარდიისა და მხედრიონის მხრიდან. Надо прекратить это кровопролитие, надо восстановить мир и стабильность. И в первую очередь мы решили создать смешанную комиссию Министерств внутренних дел Грузии и России, а потом создать совместный отряд для разоружения всех незаконных военизированных формирований, достижения мира и спокойствия и восстановления законной власти. საოკუპაციო ჯარი მოაქციეს საკუთარ, ესე იგი, საქართველოს იურისდიქციაში. ამის შემდეგ ხდება, როდესაც შინაგანი ჯარი ფაქტიურად გამოდის ცხინვალიდან, გამოსდა მამისა თუბანს, ეს სოფელი გახლავთ, რომელიც უშუალოდ ცენტრალური შესასვლელიდან ესაზღვრება ცხინვალს, გამოსდა მამისა თუბანს, გამოსდა ერგნეთს და თითქმის მეღრეკისამდეა მოსული. სოფლები, რომელიც მე აღარ მინდა გავიმეორო, რომ დრო დავზოგო, რომელიც ჩამოთვალე, ფაქტიურად იცლება ქართველებისაგან. ამას აკეთებს ის ჯარი, რომელიც პრეზიდენტის დაჟინებული მოთხოვნით შეყვანილია საქართველოს იურისდიქციაში და როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ერთადერთი უზენაესი ხარდალი გახლავთ ის, ფაქტიურად პრეზიდენტის ჯარმა გადმოიწია და ახდენს ოკუპაციას ქართული ტერიტორიებისა. იმ ტერიტორიებისა, რომელსაც ჩვენ მერაკოსტავას საზოგადოება უკვე მესამე წელია ვიცავთ და წინტერს ნაბისაროდ მევინებთ. დაპირისპირება იყო თავად შეიარაღებულ ფორმირებათა შორისაც, რასაც სათავე ცხინვალთან 23 ნოემბრის ცნობილმა მიტინგმა დაუდო. ის ჯგუფი მოტრიალდა და წავიდა თბილისისკენ, იქ მხოლოდ დარჩა საზღვართან კოსტავას საზოგადოება, მაგრამ ახლა იმ საზოგადოებას კოსტავასთან უშუალოდ არანაირი კავშირი მეზობლობის გარდა არ ქონია, ეს იყო ვაჟა ადამიან, მისი ჯგუფი, რომელიც იქ დარჩა საზღვართან, რატომღაც. ჩვენ ახლა გარკვეული წილად რაღაცა კონფლიქტური სიტუაციები ხდებოდა ქართველებთან, თორე არა ოსებთან. უფრო ქართველებთან ქონა კონფლიქტი, რომ აი აქ რატოდ გეხარ, აი აქ რა გინდა, თუ დასაცავია ის სოფლებია დასაცავი, თუ ურთიერთობა გინდა იმას უნდა ელაპარაკო, ვინც შენ გედავება. მედა შენ რა გვაქვს სადაუგაც? აქ რატოდ გეხარ? ანუ საზღვარზე ხა წარმოიდგინეთ, რომ ავტობუსი მიდის ოსეთში. ის რა გასაჩხრეკია, ხო ვერ გავიგე. თუ მიდის რა. იქ ადვილად ვერ პარპაშებდნენ, როდესაც შინაგან ჯარები იყო ჩვენ იქ, არა მოსკოვის. ადვილად ვერ პარპაშებდნენ კრიმინალური ელემენტები. და ეტყობა კრიმინალური ელემენტები მაინც გადაგვძლესა და ვაჯობესა და ძალიან გაიტანეს. და გამოგვაყენეს აქედან შინაგანი ჯარები. ისინი არ წუნებდნენ მას, რომ შინაგანი ჯარები და მილიცია ხელს უშლის იქ, რომ ჩაატარონ ღონისძიება შერიგების შესახებ ადგილურ მოსახლეობასთან. ხელს უშლიან იმგვარებით, რომ პოსტები ხონათ გახსნილი იქ, ჩვენ შინაგან ჯარებს მილიციას ამ პოსტებს გავლეს, უგზარავდნენ ამ პოსტებზე გავლას ეს თანამშრომლები ყველას, ვის გაივლიდა იქ. თუმცა თანადო დოკუმენტი არ ექნებოდა და ეს არ აწყობდა ხელსა და ამის გულისთვის გამოგვაყენეს. მაშინ, როდესაც მხედრიონი ცხინვალის რეგიონში აკონტროლებდა ვითარებას და ამ კონტროლის ქვეშ მე მოაზრებული მაქვს მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ იქ არ ხდებოდა დაჭრა, დახოცვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს სრულად მიუღებელი იყო ზვიად გამსახურდიასათვის და მან თავად აღნიშნა კიდევაც ეს სრულად მიუღებელი იყო მხედრიონის ავტორიტეტის ზრდა. ამ სიღრმეში წასული არაჯანსაღი პროცესების შეჩერება, რომელმაც სამშობლოსათვის მართლაც არაერთი გულწრფელად გულანთებული ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა, უკვე შეუძლებელი იყო. თუმცა ეს ყველაფერი სათავეს ისევ და ისევ ეროვნული მოძრაობის საწყისი პერიოდიდან იღებს, რომლის ორივე ფრთამაც საკუთარ მოკავშირედ კრიმინალური ფენა აქცია და შეიარაღების ცდუნებას აჰყვა.
ჩვენთან რო დაიწყოს ეროვნული მოძრაობა და რაღაცეები, სულ ყველა ლაპარაკობდა იერაღი ვითომ ეთნოკონფლიქტების იმაზე და წავიდნენ. ეს იყო ახალგაზრდა თაობის ბიჭები და სულ ყველა იერაღის მოყვარული. მე არის პიროვნების მოყვარულობა, ფულის მოყვარულობა, სროლის მოყვარულობა, იმის მოყვარულობა, ამის მოყვარულობა. ადამიანი ნახევარ ფაბრიკატი არის. ამიტომ თუ არ მართეს საზოგადოება, საზოგადოების მართვის ინსტრუმენტები, იერარქიული სისტემა, უნდა აწყო მენეჯმენტს რო ეძახიან. მეორე არის ეკონომიკის მართვა, ავტორიტარული მართვითან და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებით. მესამე ჯოხის დაქნევა არის სამართლებრივი კულტურა და მეოთხე არის ძალიან საინტერესო ისე კულტურა. კულტურა ეს არის საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ქცევის ნორმების დაცვა. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი არაფხერული ორგანიზაციების იარაღით შემოარეკების შესახებ. ამის შესახებ მე ბატონ ზვიათთან ქონდა საუბარი, რომ არ შეიძლება რომ იარაღი მივცეთ ამათ, იმიტომ რომ მოსალოდნელია რომ ეს იარაღი ჩაიდოს ხელში შემდეგ კრიმინალებმა და აქეთ შემოგვიტრიალონ. ამიტომ არ არის საჭირო შეიარაღება. და ამას იზიარებდა ამას ბატონი ზვიადი მაშინ. მაგრამ მე რა ვიცი ახლა რა მოხდა. მაშინ ჩვენ ბევრი კრიმინალური ელემენტები თბილისიდან გავასახლეს საქართველოსთან გავასწორთ მაშინ ალბათ გაგიგიათ. ეგრეთ წოდებული კანონიერი ხურდები გავაცინბირეთ. და მოაცილეთ აქაურობას რომ როგორმე არ ჩარეულიყო ეროვნულ მოძრაობაში. მაგრამ მე რო წავედი მე ძალიან ბევრი იყო ასეთ პიროვნებები სხვათა შორის. და ერთ თვეში უკან დააბრუნეს ყველანი ჩამოიყვანეს შეერაღესა და ზოგი აფხაზეთში გოგჩა ზოგი ოსეთში და რა ვიცი. მხედრიონი იყო არაკანონიერი შეერაღებული ფორმირება. ხლა აკრძალული ფორმირების შექმნა ქვეყანაში ეს 99 წელია ჯერ. არ შეიძლება. რო არ შეიძლება მე ანგერ მაისურაძეს მავალი ამას მოაქცე ყურადღება და ხარ შეიძლება და მე ყურადღება დამეტოვებია. ამიტომ თუ კი რაიმე ხდებოდა მხედრიაში მე ყველაფერი ვიცოდი. ამას რატო გიყვებით იცი რომ მხედრიონი შექმნა შევარდნაძე. როდესაც მხედრიონს ქმნიდნენ მხედრიონმა რამდენიმეჯერ დააყაჩაღა მილიცია და წაიღო იარაღი. 11 ჯერ გავაჩერე მანქანა იარაღით გატენილი 11 ჯერ გაუშვეს. ეხლა მე დაფიქრდი რა შეცახმეს და როდესაც ჩვენი საშუალებებით მე ფედერალურში ვარ უშიშროების სამსახურის საშუალებები, სხვა საშუალებები დავადგინე რომ პარტიის ცეკა, მინისტრთა კაბინეტი და შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთმანეთს შეერიან შეკრულები და მხარს უჭერენ ამ მხედრიონის შექმნას. რომ ესენი დავალებას აძლევენ ეგრეთ წოდებულ ეროვნული მოძრაობის ლიდერებს და უნებიან დღეს შენ გამოხვალ მიტინგზე და გააკრიტიკებ ამას და ამას. ისინი მიტინგზე გამოდიან და აკრიტიკებენ. დღეს შენ წახვალ და აუჭედავ აი ამ რაიკომის დივანს ან მის მოადგილეს ან აღმასკომის თავმჯდომარეს კარებს. ისინიც მიდიოდნენ და აუჭედავდნენ. გასაგებია. მე რასაც გეუბნებით ეს არის სრული სიმართლე. და ეს სიმართლე შეიძლება ძალიან მწარე იყოს, მაგრამ ეს ასე იყო. სიმართლეა ისიც, რომ თავდაპირველად ეროვნული მოძრაობა საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში ეთნიკური სიჭრელის დაბალანსებას და ანტიქართული პროცესების მართვას არა იარაღით, არამედ პოლიტიკური და სამართლებრივი გზით აპირებდა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა მერაბ კოსტავას ინიციატივით საადგილმამულო ფონდი, რომლის ამოცანად სვანეთსა და აჭარაში სტიქიური უბედურებისაგან დაზარალებული მოსახლეობის დახმარება და პრობლემატურ რეგიონებში მათი განსახლება გახლდათ. ასევე საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ და აფხაზ მოსახლეობას შორის კავშირის დამყარება და სხვა ტიპის ქველმოქმედება. მაშინ ამ პროცესში თითქმის მთელი საქართველოს პოლიტიკური სპექტრი ჩაერთო. სახელმწიფო სხვადასხვა აქტიურად იყო 30 მილიონი, 40 მილიონი გადაურიცხა იმას რა ქვია, ნოდაჭი თანავამ იმას აკაკი ბაქრაძეს, ტია რუსთაველის საზოგადოებას. ასე რომ მან საინტერესო ის იყო პერიოდი, როდესაც ეს დისიდენტები და ისინი ერთიანად თამაშობდნენ ამ სიტუაციაში. იდეის ავტორი სხვადასხვა ჟიმი არ გახლავართ. მაგ საკითხებზე თქვათ კახაქურიძე დიდი ხანია სხვადასხვა აი მსახიობი რო ღიმილის ბიჭებში რო თამაშობდა რაღაცეები. იქ თომა გუგუშვილი
კოტე გაბაშვილი და ისინი ცოტას იმაშოები და რეზო თაბუკაშვილი. მაგათმა დაიწყეს ეს მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია თავისთავად მონაწილეობდნენ, მაგრამ ეს პიროვნებები ჩაბული იყვნენ და იმ ცეკაში და იმაში ცდილობდნენ მაგ საქმის ორგანიზებას. ჯანსაღი საზოგადოების ხელში მსგავსი ტიპის ფონდს უდიდესი სახელმწიფოებრივი და პატრიოტული მისია უნდა შეესრულებინა. ფონდის პროგრამა და ამოცანები სახელმწიფო სიძლიერის იმ 10 კრიტერიუმს პასუხობდა, რომელიც ამერიკელმა მეცნიერმა ნიკოლას ფიქმანმა დაადგინა. 10 პარამეტრი არის ის ტერიტორიის ზედაპირი, ბუნებრივი რესურსების რაოდენობა, ხარისხი, ეთნიკური სიჭრელე, მეცნიერების და ტექნიკის დონე, ფინანსური, სტაბილიზაცია, ეკონომიკური და მეათი არის ერის შეკვრა. აი ეს საშუალო მაჩვენებელი თქვა თუ არის მაღალი თამაშობ დამოუკიდებლად, მაგრამ თუ საშუალო მაჩვენებელი არ აქვს, მაშინ სულ ყველა ქვეყნებმა უნდა სუვერენიტეტის ნაწილი დათმონ და კოალიციურ თამაში შევიდნენ სხვებთან ერთად, რომ გაძლონ ამ დიდ თამაში. ეხლა ვთქვათ, ამას პირდაპირ მითითებული, რომ ეთნიკური სიჭრელე წარმოადგენს სახელმწიფოების დაშლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს. 1991 წლის 1 სექტემბერს საქართველოს საადგილმამულო ფონდში 41 კაციანი სათათბირო შეიქმნა, რომლის თავმჯდომარის პოსტიც ვაჟა ადამიანს ერგო. მაშინ სათათბიროს შემოადგენლობაში ეროვნული მოძრაობის თითქმის ყველა წევრი შეიყვანეს გია ჭანტურიასა და თამარ ჩხეიძის გარდა. მაშინ უკვე გამსახურდიასა და მაგათ შორის იყო განხეთქილება და როდესაც მე ვიკითხე თქვა ამდენები ამებზე, არავის გვაჟები დამთქვა ეგენი არაო. და ესენი, მაგრამ როდესაც ატყდა ეს ამბები და რაღაცები, მე სულ ყველა ჩაერთო მაგაში და სულ ყველა მოვარდა ჯაბა იოსელიანიც. შემოვერთდა სულ ყველა აქ. აკალი ბაქრაძე და თენგის იგუა რუსთაველის საზოგადოების წარმომადგენლები სათათბიროს წევრები იყვნენ. სათათბიროს თავმჯდომარე იყო ვაჟი ადამიანი, მაგრამ სათათბიროს თავმჯდომარე საერთოდ მერაბ კოსტავა უნდა ყოფილიყო. მაგრამ როდესაც ავედით სალაპარაკოთ, მაშინ ნოევ ჭერდიშვილმა უთხრა, თქვენ დადგებით, რომ მერაბი უთხრა სათათბიროს თავმჯდომარედ მე დავდგები. მაგრამ მე ამ ნოევ ჭერდიშვილმა უთხრა, რამდენადაც თქვენი საკითხი სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული 9-თან დაკავშირებით, ხუა შეუშლის ექცო ამ ფონდის მაშინ რეგისტრაციაშიო. მერაბი ჩაფიქდეს და არ არის გამორიცხულია და მაშინ ამან უთხრა, რომ ანალოგიურ მდგომარეობაშია ზვიად გამსახურდია ირაკლი წერეთელი და ირაკლი ბათიაშვილიც. მაგაზე სისხლის სამართლის საქმეები იყო აღძრული და ამან შეთავაზა მე რომ ვაჟი ადამიანისო ჩისტათა და როდესაც სათათბიროს თავმჯდომარედ მაშინ ეგ დავაყენოთ, არაფერში არ არის შემჩნეულია. მერაბი მეცეთ ეს შაფიქა და ჩააკნია ხელი, ეხლა სათათბიროს თავმჯდომარე ვინ იქნება ნიშნულობა აქვს. მე ქალამებს ჩავიცვრო და ვირი კარდაკარო. აი მაგასწრაფ რუსთაველი გაგების კაცი იყო მერაბი, ამას თავის ცხოვრების ყოველ პერიოდში ამას ამჟღავნებდა თავის ყოველ სიტყვაში და თავის ყოველ საქმეში. აი ამით იყო ეს საოცარი პიროვნება, ეს იყო რაღაც გადმოხვეწილი. აი იმ წარსულიდან იმ ძველი საქართველოსთან გადმოხვეწილი კაცი აი ამ ჩვენს საშინელ ნახმის თანამედროვეობაში. და იყო საოცარი დისონანსი, ყველაფერი ამასთან რაც ის გარშემოვა, მერაბი იყო საოცარი დისონანსი. საოცარი, ეს იყო სხვა ეპოქიდან მოვლენილი კაცი. ჩვენს დაჭრილ დროში. მერაბ კოსტავას რკინის ქალამნების ჩაცმა და სტიქიური უბედურებისაგან დაზარალებული ქართველებისათვის ბინების შესაძენად კარდაკარ სიარული აღარ დასცალდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ფონდში არაჯანსაღი პროცესები დაიწყო. სხვადასხვა პირები ფონდიდან იარაღის შესაძენად თანხას პერმანენტულად ითხოვდნენ. სათათბიროს ხდომები კი პოლიტიკური ორთაბრძოლებისა და ძალთა გადანაწილების ასპარეზად იქცა. მეტალურგიის ინსტიტუტში ტარდება ის რა ქვია, სხდომა იყო, გამსახურდია იმ დღეს არ მოვიდა, საღამოს 9 საათზე დანიშნეს და სადღაც იმაზე პირველის ნახევარზე დამთავრდა. და დამიძახეს ის რა ქვია, შემოდი თენგისიგუას კაბინეტში საქმე გვაქვს. შევედი და კარები შევაღე თენგისიგუა ზის თავის კაბინეტში ჭერში იხედება. იქ იჯდნენ ვაჟი ადამიანი, ჯემალ გოლეთიანი, ელგუჯა ჯიქია, ზურა ქუთელია, პატა ყოღუაშვილი, ეს რა ქვია, შალვა ციკლაური და აი მაგ მოხდა სწორედ შალვა ციკლაური წამოდგა და თქვა, რომ ბატონმა ზვიადმა შემოგითვალა
ფული მოდის ვანიდან 200.000 და მოგვეცი ჩვენ იარაღის შესაძენათო. მე ვთქვი, მე თქვენ გითხარით, რომ ჩემთან იარაღზე არ იყოს ლაპარაკი. მე ვთქვი, ამდენი ხალხის თანდასებით რომ მოდის, ესა დარწმუნებულა სპეცსამსახურები მოსდევენ და დაგვიჭერენ უყალეს. ჩემთან ერთად ვთქვი, მოგაყოლებენ თქვენს. მე ვთქვი, არაფერი ფულის მომცემი არა. თქვენ თუ გინდათ, მე ვთქვი, წაიდეთ თქვენ გამოვართვით საზღვრად. მე არაფერი არ ვიცი მეთქი. დარჩენ მაწყენები. და წამოვედი. ის ფული მოვიდა, ჩამოვიდა 200.000-დან და იმ წუთში გივი ურიატყოფელი იყო, თავი ბუღალტერი, მოთხრა სასწრაფოდ აიყვანე შემოსავალში. ორი დღის შემდეგ ორი ახალგაზრდა შემოვიდა. და ისა ბატონო ვაჟა 200.000 მეთი მოდიფდოვება და სამხია ვაიდა სად არის ის ფული? მე ვთქვი, რა შემოსავალში ჩვენთან აღებული. სპეცსამსახურები მოსდევდნენ. იქ ჩემთან ერთად ისა მოთხოვ გავგიჟებული ვიყავ რა ვაჟი ადამიანისთვის და იმისთვის გამსახურდიასთვის მიმეცეს 200.000 დაგვიჭერდეს უყურეს და მაგათაც მოაყოლებდა ჩემთან ერთად. ის რაც საქართველოში მოხდა, ეს არის პირად წინა და ჩვენი დანაშაულია ყველაფერი. ჩვენი ვერ გამოვდექით ის, ვინც უნდა ვიყოთ. მურავის დავაბრალებთ სხვას. თუ ჩვენ ერთ მუჭად შევიკრებოდით, ერთ აზზე ვიქნებოდით, ეს თავი აზრი არის ჩემი ქვეყნისა და ხალხის გადარჩენა. და დავიწყებთ ყველანაირი წენასა და უბედურებას, რაც საქართველოში ძალიან ძნელი გასაკეთებელი, მაგრამ უნდა დაგვეძლია ეს, მაშინ ეს ამბავი არ მოხდებოდა. საქართველოში განვითარებულ ტრაგიკომიკურ მოვლენებში კრემლის ხელის ძიება კიდევ დიდხანს გაგრძელდა. ძიება გაორმაგებული ენერგიით ხდებოდა იქაც, სადაც ეს ხელი მართლაც არაფერ შუაში იყო. გამსახურდიას ხელისუფლების დასამხობად საზოგადოების ოთხფენას უკვე კარგად ჩამოყალიბებული და არგუმენტირებული მიზეზები ჰქონდა.